მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ონლაინ პლატფორმა აგორას რუბრიკას ახალი სახეები პოლიტიკაში. დღეს გიორგი მჭედლიშვილი არის რესპონდენტის ამპლუაში, ასე ვთქვათ და მე ვიქნები ინტერვიუერი. სალამი გიორგი, კიდევ ერთხელ მადლობა პირველ რიგში, რომ ზოგადად ამ ყველაფერს აკეთებ, ჩართული ხარ ამ ყველაფერში და ტრადიციულად, როგორც შენ იწყებ, დავიწყოთ კითხვა, ეს ინტერვიუ შენი მოკლე წარდგენით შენ თავზე უბრალოდ რომ გააცნო შენი თავი მაყურებელს. გამარჯობა ლევან, ესე იგი მე, როგორც წამყვანი აღნიშნა ვარ გიორგი მჭედლიშვილი, განათლებით ვარ გეოგრაფიის მაგისტრი, სამუშაო გამოცდილებას რაც შეეხება, უმეტესად ვიყავი თვითდასაქმებული. მაქვს გამოცდილება სტუდენტებს ვამზადებდი, ანუ რეპეტიტორის გამოცდილება მაქვს, სტუდენტებს ვამზადებდი სამაგისტრო გამოცდებისთვის უნარებში. ასევე გარკვეული წლების განმავლობაში ვიყავი საფეხმავლო გიდი და ჩემი მიკრობიზნესი მქონდა, ასე ვთქვათ, ტურებს ვაწყობდი. ასევე, სამუშაო გამოცდილება პრინციპში მაქვს სამდღიანი და ამას ავხსნი რატომ ვახსახელებ. სამდღიანი სამუშაო გამოცდილება მაქვს სადაზღვევო კომპანიაში. იქ აი ამ 3 დღის განმავლობაში გადავაწყდი იმ ხელა უსამართლობას მომუშავე პერსონალთან მიმართებაში, რომ შეუძლებელი იყო იქ ჩემი გაჩერება და ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ჩემი პოლიტიკით დაინტერესების მიზანიც სწორედ ეს არის, რომ აი ეს გარემო, რომელიც საკმაოდ ჩაგვრელია ზოგიერთი ადამიანის მიმართ, ხოლო ზოგიერთისთვის პირიქით ამ ჩაგვრით ის ან მეტფულს შეუვლობს, ან დიდებას შეუვლობს, ასე ვთქვათ, ან სახელს, აი ეს გარემო რაღაცნაირად უნდა შეიცვალოს საქართველოში, ასე ვფიქრობ. და ამიტომ მოვიყვანე ეს მაგალითიც. დღესდღეობით ტექნიკური მიმართულებით მუშაობ ერთ-ერთ კომპანიაში, ასევე ვარ მოყვარული ფოტო-ვიდეოგრაფიც. მადლობა. და ხო, ისე ლოგიკურად გავგრძელოთ, ხო, რატო გადაწყვეტე პრინციპში ხო ან რაღაცა ხშირად არის ხოლმე ამ პოლიტიკაში მეტნაკლებად ჩართული ადამიანები, რაღაცა ეს სახელმწიფო რაღაც იურიდიული განათლება, რაღაც შენ ახლა გეოგრაფ ძალიან საინტერესო სფეროა და ამაზეც კითხო, რომ რატო გადაწყვეტე, მაგრამ ხო, აი პოლიტიკაში რატო გადაწყვეტე ერთის მხრივ ახსენე, მაგრამ ხო, ან ბევრს უჩნდება უსამართლობა, თუმცა ესეთ ნაბიჯს ბევრი არ დგამს. შენთვის რა იყო მოტივატორი, რომ აი გადაწყვეტე რაღაცნაირად ცალკე ეს რაღაც შექმენი ეს პოდკასტი გააკეთე, ხო აი ბოლო პერიოდში ვცდილობ აირჩიეს მონაწილე იყავი, ასევე რაღაცა ეს ნაბიჯი გადადგე. ხო აი შენთვის რა იყო, რამაც აი ეს გადაგაწყვეტინა, რომ საჭიროა, რომ შენ რაღაცნაირად ჩაერთო ამ პროცესებში. კარგი, მოდი ცოტა შორიდან დავიწყე პოლიტიკურ აქტიურობაზე საუბარს. რა თქმა უნდა, თავიდან ჩემი აქტიურობა იყო აქტივისტის სახით და ეს იწყება 2012 წლიდან. მე გლდანში ვცხოვრობ და მაშინ ალბათ 2012-ში დავამთავრე სკოლა და მაშინ ყველამ კარგად იცის ის ციხის კადრები, მე ციხესთან სტუდენტების მსვლელობები და ასე შემდეგ. აი იმ მსვლელობების მონაწილე ვიყავი და ეს არის ჩემი, ასე ვთქვათ, პირველი ნაბიჯი პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის. რა თქმა უნდა, უბრალოდ აქტივისტის სახით. შემდგომ მქონდა რაღაც პოლიტიკური ნიჰილიზმის პერიოდი, მაგალითად 2016 წელს, 2020 წელს არჩევნებზე ბიულეტენს ვაფუჭებდი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ არავინ არ მომწონდა, მაგრამ ერთია ის, რომ არავინ არ მოგწონს და მეორე არის ის, თუ შენ რას აკეთებ იმისთვის, რომ ეს პროცესი შეიცვალოს, ანუ ვიღაცა იყოს ისეთი, ვინც მოგწონს. ეხლა, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს არც სურვილი აქვს, არც რაღაც საშუალება, რომ თვითონ გახდეს პოლიტიკოსი და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ რაღაც დონით ხომ ყველა შეუძლია რაღაც წვლილი შეტანა. აი, თუნდაც მაგალითად ეხლა ჩვენ რო ვსაუბრობთ ერთმანეთში, აი საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არც ერთ პარტია არ მოსწონთ, არც ერთ პოლიტიკოსი არ მოსწონთ და ეს ლოგიკურიცაა, ჩემი დამოკიდებულებაც ასეთი იყო. მაგრამ აი სიტყვაზე მოусმინა ჩვენ საუბარს, ხო? და მოეწონა. თუ მოეწონა იმ შემთხვევაში ვამბობ, რა თქმა უნდა, ამას ელემენტარული ხელისშეწყობა იმ ადამიანებსაც შეუძლიათ, მაგალითად, თავიანთ სოციალურ ქსელში გაზიარებით და ასე შემდეგო. ხო და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ყველა ადამიანმა ის მაქსიმუმი უნდა ჩაძდოს, რაც შეუძლია. თუ არა და წინააღმდეგ შემთხვევაში მას უკვე აღარ აქვს, ასე ვთქვათ, მორალური უფლება, რომ იწუწუნოს იმ პოლიტიკურ გარემოზე, რაც არსებობს საქართველოში. და ეს პასუხისმგებლობა მე ჩემ თავში დავინახე და პირველი აქტივიზმის ზევიდან პირველი ნაბიჯი, რაც გადავდგი, იყო ეს აგორას შექმნა. ეს აგორა შევქმენი იმისთვის, რომ შარშან, როდესაც ხელახლა დაინიცირდა ეგრეთ წოდებული ეს რუსული კანონი თუ აგენტების კანონი, როგორც გვინდა ისე დავარქვათ სახელი,
სახელი, აი იმ დროს გარკვეული ხალხის მასა ქუჩაში გამოიყვანა იმან, რომ რუსული კანონი და ეს უკვე საკმარისი იყო ამ სახელის მინიჭება, მაგრამ ჩემთვის არ იყო საკმარისი ამ კანონზე შინაარსობრივი მსჯელობა. ანუ გასაგებია რუსული კანონი სიტყვაზე ეს სახელი, მაგრამ თქვათ, აი წარმოვიდგინოთ ესეთი სიტუაცია, რომ რუსეთი საერთოდ არ არსებობს, არც ევროკავშირი საერთოდ არ არსებობს და აი მაინც ეს კანონი არის თუ არა ცუდი. ანუ უშუალოდ ადამიანზე როგორ მოქმედებს ეს კანონი, უშუალოდ არასამთავრობო ორგანიზაციაში დასაქმებულ პირებზე და ასე შემდგომ. შესაბამისად, შევქმენი ეს პლატფორმა იმისთვის, რომ აი ამ მიმართულებით მომეწვია სტუმრები და რაღაც დოზით გვესაუბრა. სამწუხაროდ დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა, იმიტომ რომ ეს არ იყო რაღაც დაფინანსების მქონე ორგანიზაცია, ეს ერთი ადამიანის პირადი ტექნიკის და თავისუფალი დროის ხარჯზე იყო ეს ყველაფერი გაკეთებული და შესაბამისად ვერ განვავითარე, ასე ვთქვათ. ეს იყო პირველი ჩართულობა. შემდგომ უკვე არჩევნების შემდგომ, ძალიან გამიმძაფრდა ეს შეგრძნება, რომ ქართული პოლიტიკური სფერო არის გასაჯანსაღებელი და ნელ-ნელა იზრდებოდა ჩემში ის ასე ვთქვათ, мотивация, რომ უფრო მეტი გამეკეთებინა, კიდევ უფრო მეტი გამეკეთებინა და პირველი თანამოაზრეების ძიება დავიწყე, პირველი რაც გავაკეთე. პირველი ვინც გავიცანი, ეს იყო გიორგი თავართქილაძე, ჩვენი ინტერვიუების ერთ-ერთი სტუმარიც არის. შემდგომ უკვე შენ შეხვდი და საზოგადოებრივი სტუდიის ბიჭებს და აი ასე ნელ-ნელა რაღაცნაირად შევიკარით ერთ გუნდად, ხო? შემდგომ იყო ინიციატივა აირჩიეს Facebook ჯგუფი, იქაც მივიღე მონაწილეობა და საბოლოო ჯამში ბოლომდე ჩავერთე ამ პროცესში. გიორგი, შენ წერან ახსენე რაღაც ნაწილობრივ შრომითი უფლებები, რაც ზოგადად რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. თუმცა აი ზოგადად იდეოლოგიურ კომპასზე გასაგებია რომ ისე გამოკვეთილად შეიძლება ისე აღარ იყოს დღეს მსოფლიოში და ყველა რაღაცა თითქოს ცდილობს ყველა მხარეს რაღაცნაირად ითამაშოს, ასე ვთქვათ. მაგრამ ხო, შენ თუ ხედავ, ასე ვთქვათ, ესე გამოკვეთილად რომელიმე მხარე შენ თავს იდეოლოგიურ ნაწილში. კი ბატონო, ალბათ გულისხმობ მემარცხენე ხო, მემარჯვენეობას. ხო, ძირითადად მაგრამ კი, პირველ რიგში დაგეთანხმები იმაში, რომ ეს გაბლარული არის და მაგალითად ის რომ დღეს ნაცისტური გერმანია ითვლება მემარჯვენე ძალად, თავის დროზე ისინი პირიქით მემარცხენეები იყვნენ, იმიტომ რომ სოციალისტები იყვნენ. ეხლა ჩემი სოფხედველობას, ეკონომიკური ხედვით უფრო მეტად მემარჯვენე ვარ, შემიძლია პირდაპირ თქვა. ოღონდ აქაც გააჩნია შრომითი უფლებების მხრივ, რა თქმა უნდა, რეგულაციების მომხრე ვარ. რაც შეეხება სოფხედველობას, აი აქ უფრო ჩახლართულია საკითხი, იმიტომ რომ დღევანდელი კონტექსტით ვითვლები კონსერვატორად, მაგრამ აი რო ვიყო სიტყვაზე მე-19 საუკუნის საქართველოში, ილიას მიმდევარი ვიქნებოდი და ჩავითვლებოდი ლიბერალად. თუმცა ეს ტერმინები ცოტა არა, საკმაოდ დიდი სახეცვლილება განიცადა და აქედან გამომდინარე, ხო, დღეს ასეა, მემარჯვენე კონსერვატორი შეიძლება ასე ითქვას. და ზეღან ახსენე გეოგრაფიის მაგისტრი ხარ, ხო, რა იყო შენთვის, აი რომ გადაწყვიტე ამ სფეროსთვის, ასე ვთქვათ, ესე მიგეძღვნა, ასე ვთქვათ, შენი სწავლა-განათლების ნაწილი, ასე ვთქვათ. კი ბატონო, თავიდან ჩავაბარ მათემატიკაზე, იმიტომ რომ ბავშვობიდან მესმოდა რომ მათემატიკის ნიჭი მქონდა ძალიან დიდი, მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ პრაქტიკულად იმდენად დიდი ინტერესი არ მქონდა მათემატიკის, რამდენადაც გეოგრაფიის, გეოგრაფიაც მიყვარდა თვითონ სკოლის პერიოდშივე და შემდგომ შევიცვალე მიმართულება. ერთ-ერთი განაპირობებელი ფაქტორი ის იყო რომ მათემატიკაზე სწავლის პერიოდშივე უკვე თვითდასაქმებული ვიყავი აი ამ ლაშქრობის სფეროში და ეს ლაშქრობის სფერო საკმაოდ გადაჯაჭვულია გეოგრაფიასთანაც. და შესაბამისად აქედან გამომდინარე გადავწყვიტე მიმართულების შეცვლა, დავამთავრე კონკრეტულად ლანდშაფტური დაგეგმარების მიმართულება, ეს ლანდშაფტურ დიზაინში არ აგვერიოს, ლანდშაფტურ დიზაინი ცოტა ხელოვნების სფეროა, ასე ვთქვათ. ლანდშაფტური დაგეგმარება ეს არის დაცული ტერიტორიების მოწყობა და ასე შემდგომ, უფრო ფართე სპექტრს მოიცავს ვიდრე ლანდშაფტური დიზაინი. ხო, გიორგი, წერან შენ ახსენე ის ნიჰილიზმი, რომელიც ქონდა, ასე ვთქვათ, პარტიების ქონდა რა ალბათ დღემდე ძალიან ბევრს გვაქვს და მოკლედ ის რომ რაღაც საქართველოში რაღაც ვერა და ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც შეძლებს ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერის მოპოვებას და რა იყო შენი აზრით ის მთავარი მიზეზი თუ მიზეზები, რამაც ეს გამოიწვია და რის გამოც ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო რაღაცა ძლიერი ალტერნატივის ჩამოყალიბება. ფიქრობ ალბათ ეს იყო იდეების ნაკლებობა კონკრეტულ პარტიებში. გულისხმობ იმას, რომ აი გუშინ ჩვენ ვისაუბრეთ ერთმანეთში და იქაც ვახსენეთ ერთ-ერთი პარტია, თუ გინდა სახელს აღარ გავიმეორებ. რომელიც არ უნდა ახსენო პრინციპში. ხო, პრინციპში ხო, ნებისმიერი, მათ არ აქვთ რაღაც კონკრეტული განსაზღვრული სქემა.
განსაზღვრული ჩონჩხი, ასე ვთქვათ, ხერხემალი, უფრო ზუსტი იქნებოდა, რომელსაც ისინი მიყვებიან. შესაბამისად, აი ამ ამორჩეველი დაბნეული არის. დაბნეული არის ერთის მხრივ იმაში, თუ ეს ადამიანი კონკრეტული პოლიტიკოსი გუშინ სხვა რამეს ამბობდა, დღეს სხვა რამეს ამბობდა, სავარაუდოდ ხვალ ხმას რომ მივცემ, აბსოლუტურად სხვა რამეს იტყვის. ასევე დაბნეული არის იმაში, რომ მე მაქვს რაღაც კონკრეტული სოფხედველობა და მინდა რომ ამ დაგვარ პარტიას მივცე ხმა, მაგრამ ამ დაგვარ პარტია არ არსებობს მაგალითად, ხო? აი, აქაც დაბნეულობაც არის, ისევ ნიჰილიზმი არის და ალბათ ისიც რომ მე ბიულეტენს ვაფუჭებდი, ეს მაინც პოლიტიკური განაცხადი იყო, ხო, თავისთავად, იმიტომ რომ განაცხადია იმისი, რომ აი არც ერთი არ მინდიხართ, ასე ვთქვათ და მინდა რაღაც სხვა. ხო, აი ამაში ვხედავ მე პრობლემას პირველ რიგში. ხო, მაშინ ხო, რა უნდა იყოს ის, რითაც აი ჩვენ ისე და ისე რაღაცას გვინდა რომ რაღაც განსხვავებული შევქმნათ. აი ის თავარი განმასხვავებელი რა უნდა იყოს შენი აზრით? თავარი განმასხვავებელი უნდა იყოს საზოგადოებასთან მეტი მჭიდრო ურთიერთობა. და აქ არ გულისხმობ რაღაც სტრაფარეტულ ურთიერთობას, ვიღაც კამერით რომ მოგდევს უკან და სადღაც სიტყვაზე ხელს ართმევ უბრალო ადამიანს, ხო? ანუ აქ შინაარსობრივი ურთიერთობები არის. ურთიერთობები რეგიონებში, რაც მნიშვნელოვანია, არა მარტო რეგიონებში, თუნდაც თბილისში ურთიერთობები ხალხთან და მათი რეალური საჭიროებების განსაზღვრა, შემდგომ შენ თავში ფორმულირება ამ საჭიროებების, შემდგომ შენი დამოკიდებულების ჩამოყალიბება თუ ესა თუ ის პრობლემა როგორ უნდა გადაწყდეს და შემდგომ უკვე შენ თავში რომ გადაწყვეტავ ამ არსებულ პრობლემებს, რომელიც ხალხს აწუხებს, შემდგომ ამ გადაწყვეტის მიტანა ხალხთან. ანუ ეს წრიული პროცესია, ასე ვთქვათ. ესე იგი, შენ ღებულობ ხალხისგან პრობლემების ჩამონათვას, უხეშად რო ვთქვათ, შემდგომ შენ ცალკე ფიქრობ ამ პრობლემების გამოსწორებაზე და ისევ ხალხს უბრუნდები და ისევ ხალხს ესაუბრები იმ პრობლემების გადაწყვეტის გზებზე. აი ეს მგონია ყველაზე სწორი მეთოდი. და ამას საკმაოდ დიდი შრომა ჭირდება, დახმარება ჭირდება, დახმარება გარე სფეროებიდანაც, რა თქმა უნდა, ან უშუალოდ ხალხიდან დახმარებას გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომ რაღაცნაირად ერთად უნდა შევძლოთ ეს ყველაფერი. კი ბატონო. ხო, მოდი, ხო, ოპოზიციას ხშირად საუბრობთ ხოლმე, თუმცა იმაში ყველავთან ხვდებით, რომ დღეს ყველანი ვიბრძვით იმის, რომ რეჟიმი შეიცვალოს. და მოდი, აი როგორ ვკითხავ, ისე შენ რა გაძლევს იმის რწმენას, რომ ჩვენ შეიძლება ვქონდეს უკეთესი სახელმწიფო, ხო? ანუ ჩვენ ეს რეჟიმი გვინდათ შევცვალოთ, იმიტომ რომ გვჯერა რომ რაღაცას არასწორად ააკეთებენ. ან შენთვის რა არის პირველ რიგში ალბათ ბევრი რამეზე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ პირველ რიგში რაც ფიქრობ, რომ უნდა გაკეთდეს სხვანაირად და დღევანდელი რეჟიმი აკეთებს არასწორად. კი ბატონო, მოდი ჯერ თავიდან რაც თქვი იმაზე გიპასუხებ, რა მაძლევს ამის რწმენას, ეს არის ალბათ თვითონ ხალხი, ქართველი ხალხი, იმიტომ რომ ის სახე რა სახეც აქვს მორგებული ქართულ ოცნებას, ერთის მხრივ რაღაცეებს თამაშობს, ასე ვთქვათ, იგივე სიტყვაზე კონსერვატორობას ფაქტურად თამაშობს, მაგრამ მეორე მხრივ არის სიტყვაზე ძალადობრივი რეჟიმი. ხო, აი ეს ძალადობა, ჩემი აზრით, არ არის ქართულ ადამიანში ესე ორგანულად ჩადებული ქმედება. და შესაბამისად ამის მიმღებლობა ქართულ ადამიანს არასოდეს არ ექნება, ჩემი აზრით. და ეს მაძლევს იმის იმედს, რომ საქართველოს არ გაიზიარებს იმ ბედს, რა ბედიც ეწია ზოგიერთ ქვეყანას, რომელშიც საბოლოო ჯამში გამყარდა და თითქმის შეიძლება ითქვას, რომ საბოლოოდ დამყარდა დიქტატურა. ჩემი აზრით მგონია, რომ ქართველი ხალხი აქედან გამოსვლას მოახერხებს. ხო, ძალადობა ახსენე, თუმცა შენ თქვი, რომ აი 2016-ში, 2020-ში, ასე ვთქვათ, მხარი არ დაუჭირეთ, თუმცა დღევანდელთან შედარებით განსაკუთრებით ეს ძალადობის ნაწილი ქართულ ოცნებას არ ქონდა, ხო? ანუ მაშინაც რაღაც იყო, რაც არ მოგწონდა, ასე ვთქვათ, და რაც ფიქრობდი, რომ სხვანაირად უნდა გაკეთებულიყო და აი ეს რა არის? კი, მანდ უკვე შემოდის, ასე ვთქვათ, პოლიტიკაში, როგორ თქვა, გულწრფელობა პირველ რიგში ის სიტყვა, რასაც იტყვი, იმის შესრულება, ხალხის უხეშად რო ვთქვათ, გადაგდება არ უნდა ხდებოდეს და ასევე კორუფცია თავიდანვე ჩანდა ამ სისტემაში. ჩემ სასწავლო გარემოშიც კი, რომელშიც სწავლობდი, გეოგრაფიის მიმართულება მაქვს დავთავრებული, აი იქაც კი, როდესაც საუბრობდით რაღაც კონკრეტულ საკითხებზე, ვაწყდებოდით უზარმაზარ კორუფციულ სქემებს. ხო, ეს იყო მაგალითად რა კონკრეტული სიტყვაზე მცხეთის დაგეგმარება.
მცხეთის დაგეგმარება საკმაოდ დიდი კორუფციული სქემის ნაწილი იყო საბოლოო ჯამში, როგორც გამოვარკვიეთ, დაახლოებით რამოდენიმე მილიონის ფარგლებში მოხდა იქ ფულის გათეთრება და ასე შემდგომ. ხო, შესაბამისად, ან მარტო ძალადობა ხომ არ არის, ხო, ეხლა სახელმწიფო ბევრ რამეზეა ჩამოკიდებული, ეკონომიკის განვითარება გვჭირდება, განათლების სისტემა გვჭირდება, კარგი და ასე შემდგომ. და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ისედაც იყო პრობლემა და ამას კიდევ ზევიდან დაემატა ეს ძალადობა, მოდი ესე ვთქვათ, რომელზეც ცოცხლდებოდნენ აქამდე, ხო, ნაციონალური მოძრაობა იყო ძალადობრივი რეჟიმი, ჩვენ არ ვართ ძალადობრივი რეჟიმი და შესაბამისად ჩვენ მოგვეცით ხმა, ამაზე ცოცხლდებოდნენ და დღეს უკვე რეალურად ამის თქმაც კი აღარ შეუძლიათ, შეიძლება ასე ითქვას. კიდე რაც შეგვიძლია სისტემა რეალურად არ შეიცვალა, ხო, ის რაღაცა რაზეც იდგა ნაციონალური მოძრაობა რეალურად იმაზე დგას დღეს დღევანდელი. თუნ პიროვნულ დონეზე, თუნ ქმედებების დონეზე. კი. და ხო რომ ისევ და ისევ გამოსავალზე შენ როგორ ხედავ ამ ბრძოლის, როგორ უნდა დავამარცხოთ რეჟიმი შენი აზრით? რეჟიმის დამარცხება ჩემი აზრით იწყება იმით, რომ ხალხის დიდი ნაწილი წავიდეს რეჟიმის წინააღმდეგ, მათ შორის არჩევნების გზითაც. ანუ ჩვენ ვიცით, რომ არჩევნებში ბევრმა ადამიანმა, მე პირადად ვიცი, რომ ბევრმა ადამიანმა, ისეთმა ადამიანმა, რომელიც ქართული ოცნების მომხრე არ არის, მაინც ქართულ ოცნებას მისცა ხმა სხვადასხვა მიზეზების გამო. ეს მიზეზები ფაქტურად ვიცით, რაც არის, ეს არის ის პროპაგანდა, რაზეც ქართული ოცნება დგას, მაგრამ ამ პროპაგანდას ოპოზიციამ ვერ დაუპირისპირა საპირისპირო აზრი. პირიქით, რიგ შემთხვევაში ამ პროპაგანდას ეხმარებოდნენ კიდეც. და შესაბამისად, ეს ხალხის რაღაც ძალიან დიდი მასა არსებობს, რომელიც შეგვიძლია, რომ ქართული ოცნების ამომრჩევლებიდან გადმოვიყვანოთ მეორე ბანაკში. და ასევე არსებობს კიდევ ხალხის საკმაოდ დიდი მასა, მესამე მასა, რომელიც უბრალოდ თუნდაც არჩევნების დროს სახლში დარჩა. იქიდან გამომდინარე, რომ ისინიც, როგორც მე ვამბობდი 2016 და 2020 წელს, რომ სხვა ძალას ვერ ვხედავ და რაღაც ბიულეტინს ვაფუჭებდი, ხო? ამ შემთხვევაში შეიძლება ბიულეტინი არ გააფუჭეს, მაგრამ სახლში დარჩნენ. ამ ხალხსაც ჭირდება რაღაც ახალის და რაღაც არსებულის, რაღაც მოქმედის დანახვა. რაც ჩემი აზრით შესაძლებელია. მაინც ფიქრობ, რომ თქვა ამ რეჟიმის არჩევნების გზით დამარცხება შესაძლებელია. რთული იქნება, მაგრამ ჩემი აზრით შესაძლებელია მაინც კი. ოღონდ ეს უნდა მოხდეს ძალიან დიდი მასის მობილიზების პარალელურად, რომ გაყალბება იყოს დაძლევადი. გადავალ კითხვაზე, რომელიც ასე ვთქვათ, აუდიტორიამ დასვა. რას ფიქრობს ეკლესიის პოზიციაზე არსებულ სიტუაციაში? ტკივნეული და საინტერესო საკითხი. ხო, ნამდვილად საინტერესო კითხვა, თუმცა პასუხი მარტივი მექნება. ცოტა გრძელი, მაგრამ მარტივი. პირველ რიგში მოდი განსაზღვროთ ეკლესიაში რა იგულისხმება, ხო? თუ ეკლესიაში ჩვენ გულისხმობთ მის მისტიურ მხარეს, ხო, რაც არის, ხო, რაც არის, ასე ვთქვათ, ქრისტეს მისტიურ სხეული, ღმერთკაცობრივი ორგანო. ამ შემთხვევაში ეკლესია ვერ იქნება ვერანაირი ბოროტების მხარეს, ეს იქნება სახელმწიფოს მხრიდან ძალადობა, ეს იქნება თუნდაც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მხრიდან ოლეოლას სიმღერა და ასე შემდგომ, ხო? თუ თუნდაც იგივე ყაველაშვილისგან და ოდიშარიასგან გინება და ასე შემდგომ. ნებისმიერ ის, რაც არის ცუდი, რა თქმა უნდა, ეკლესიას მასთან თანაკვეთა არ აქვს, მაგრამ იმ ადამიანებს, რომელსაც ასეთი კითხვა აწუხებთ, ეკლესიაში ამას არ გულისხმობენ, გულისხმობენ კონკრეტულ იერარქებს და კონკრეტულ იერარქების განცხადებებს. აქაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ როგორც ერში, ასევე ბერში განსხვავებას, ხო? ზოგი პირდაპირ ქართული ოცნების მომხრეა, ზოგი პირიქით ოპოზიციის მომხრე, მაგრამ აქაც თუ რაღაც ასე ვთქვათ, ქრისტიანული კანონიკით შევხედავთ, ქრისტიანული კანონიკა გვეუბნება ეს რაღაცას, რომ ეკლესიის ხმად არ შეიძლება ჩაითვალოს ერთი კონკრეტული სასულიერო პირის, რიგით სასულიერო პირის ხმა, ან ეპისკოპოსის და ასე შემდგომ. ეკლესიის პოზიცია უფრო მეტ, ასე ვთქვათ, მეტ ნდობას ანიჭებს კრებსითობას და რაც შეეხება კრებსითობას, ერთადერთი კრება არის არსებულ მოვლენებთან მიმართებაში ჩატარებული საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ეს არის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის მიერ, ეპისკოპოსი იყო მის ხელმძღვანელი და ესწრებოდა სამღვდელოება. თუ ჩვენ გადავხედავთ იმ კომუნიკეს, რაც შემდგომ გამოქვეყნდა, ეს იყო გასული წლის დეკემბერში. იქ როგორც პოლიტიკური პროცესი არის სწორად შეფასებული, ასევე ზნეობრივი პროცესიც არის სწორად შეფასებული. და ჩემთვის, პირადად ჩემთვის ეკლესიის პოზიცია ეგ არის. და უბრალოდ პერიფრაზებს ვიტყვი, რაც იქ არის ნახსენები, ხო? მაგალითად, პოლიტიკური კუთხით ნახსენებია ის, რომ
ილია ჭავჭავაძის სიტყვები ჩვენ თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ დარჩე მოკავშირის გარეშე. ასევე პოლიტიკური კუთხით ნახსენებია ის, რომ ნებისმიერი მთავრობა, რომელიც არსებობდა საქართველოში, ცდილობდა ეკლესიის პრივატიზებას. და რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი. ეკლესიისთვისაც მიუღებელია და ამაზე სასულიერო იერარქებიც უნდა ფიქრობდნენ, რომ ასეთი რამ არის იქ ნახსენები. ასევე ნახსენებია ის, რომ ეს პროტესტი, რომელიც ფაქტიურად კობახიძის განცხადებამ გამოიწვია, ხო? ანუ ეს პროტესტი ჩვენ ხედავთ, რომ შეიძლება ხელოვნურად იყოს გამოწვეული იმისთვის, რომ რაღაც საგარეო აგრესია გამოიწვიოს. ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი სიტყვები იყო მაშინ. ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსი რამისგან, მაგრამ ესეც გასათვალისწინებელია. კი, საინტერესოა ხომ მე კი. ასევე ნათქვამი იყო, რომ ხალხის აღშფოთება ბუნებრივი და სამართლიანია და არა ის, რომ ეს რაღაც მემარცხენე ლიბერალების აქცია, როგორც პროპაგანდა ასაღებს. ასევე ეხლა ზნეობრივ შეფასებას რაც შეეხება, იქ რა თქმა უნდა ნახსენები იყო ის ძალადობა, რაც მთავრობის მხრიდან მომდინარეობდა და ასე შემდგომ. ანუ შესაბამისად, ვინც დაინტერესებულია ამ სფეროთი, ხო, ვურჩევ, რომ იმ კომუნიკეს გაეცნოს. განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც თავის თავს მიიჩნევენ მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლად. ანუ ეკლესიის პოზიცია რეალურად ეგ არის, რაც იქ წერია. მადლობა გიორგი, საუბრისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებ, რომ ამ ბრძოლაში ხარ ჩართული. მადლობა მაყურებელს, ვინც გვიყურებს, ყველას გთხოვთ, რომ გამოიწეროთ არხივი, გააზიაროთ და მოიწონოთ ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ, საყრდენი და ძალა ხართ თქვენ მაყურებლები. კი ბატონო. დიდი მადლობა და დროებით. დროებით.